მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება უცვლელად დაგვეტოვებინა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც 8%-ის დონეზე დარჩა. მოგეხსენებათ, რომ 2026 წლის იანვარში დაფიქსირდა მიზნობრივთან შედარებით მაღალი ინფლაცია 4.8%-ის დონეზე. ამას აქვს თავისი მიზეზები. პირველ რიგში ეს არის დაბალი საბაზო ეფექტი, მანამდე ინფლაცია საკმაოდ დაბალი იყო და შედარების დროს გამოდის უფრო მაღალი მაჩვენებელი. მეორე მიზეზი ეს არის სურსათის ინფლაცია, პირველ რიგში საერთაშორისო ბაზებზე სასურსათო ნედლეულის ფასების ზრდა, რომელიც ნაწილობრივ გადმოეცა საქართველოს ბაზარს, ასევე ჩვენი ადგილობრივი სასურსათო პროდუქციის ფასების ერთჯერადი კორექტირება, ყველაფერმა ამან ჩამოაყალიბა 4.8%-ის დონეზე იანვრის ინფლაცია. თუმცა აქვე აღსანიშნავი არის, რომ ისეთი მაჩვენებლები, როგორიც არის საბაზო ინფლაცია, კვლავაც ნარჩუნდება მიზნობრივი ინფლაციის ქვევით. რაც იმაზე მიგვითითებს, რომ საკმაოდ ესეთი ფართო გავრცელება ამ სურსათის ინფლაციამ არ პოვა და სხვა სასაქონლო კატეგორიებზე გადასული არ არის. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ჩვენი პროგნოზის მიხედვით, ცენტრალური პროგნოზის მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელი განაგრძობს ნორმალიზებას, წლის მეორე ნახევრიდან უფრო დაუახლოვდება მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს და 2026 წლის საშუალო ინფლაცია 3.7%-ის დონეზე დაფიქსირდება. ჩვენც შესაბამისად მოვიქცევით ჩვენი მონეტარული პოლიტიკა გაყვება ამ ტრაექტორიას, თუკი ჩვენ დავინახავთ ამ ნორმალიზების ტენდენციებს ჩვენი ცენტრალური პროგნოზის მიხედვით, მზად ვიქნებით, რომ შემდგომში გადავხედოთ და შევამციროთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ამავდროულად ასევე მზად ვართ, თუკი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, რისკ ფაქტორი მატერიალიზდა და ინფლაცია გაიზარდა, მეტად გავამკაცროთ პოლიტიკის განაკვეთი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენ ხელს არსებული ყველა შესაძლო ბერკეტით, იმისთვის რომ საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ.